Რახანი ნაპოლეონის ამბავს უნდა მივსდიოთ ცოტათი უკვე. ქართლის ჭირსაბავი დასტურს და კახეთის ასეც, მაინც ხო ალექსანდრე, აი ეგეთი ადამიანების ცხოვრება, მაგ ადამიანზე ცოტა გამოგდის და იმის ქვეყანაზე ბევრი, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც რა ვიცი მე ცხოვრების ქვაფში უნდა განიხილო ადამიანი, ხო? ვიძახოთ მარტო როგორც პროპაგანდის დროს იყო რომ ეს არის ქართველთა და რუსთა ძმობის ნიმუში ეს კაცი და ამის ოჯახი, ეხლა ეგ ცოტა მანამდე კი უნდა ვთქვათ რომ რუსებმა დასწვეს შილდა და საბუე და რტიშევი ყვიროდაო ის მოიყვანეთ ის ცარევიჩა ალექსანდრე ბატონიშვილი არ არის ეს მაგარი ამბავია საერთოდ ამ კაცის გაქცევან დამალვა გაქცევა არ ვარ მაგრამ აბა მოდი და დამიჭირე ჩემ ქვეყანაში ვარ ამიტომ სანამ ნაპოლეონის დიდი არმია იდანჯებოდა იქ მოსკოვში გაუგებრობისგან და მერე უკან სulis დროს რა ქვია ყინვით სიკვდილით შიმშილით და უბედურებით და ეს ომის სინამდვილეში გამოდიოდა ნაპოლეონის დასასრულის დასაწყისი ნიჟეგოროდის პოლკი ხევსურეთში წავიდა სამთარი აი სუ ესეთი რამეებია ამაზე რა რომ იმპერია იმას აკეთებს რაც უნდა გააკეთოს ყოველთვის აი სვანეთის ამბებს რო ვიხსენებდი ხალდეში რო ზარბაზნებს აიტა იგივე აქაც ცნობა არის რომ შატილში იზამთრებს ალექსანდრე ბატონიშვილი შატილი არის ესე წერენ რუსები ხევსურეთის დედაქალაქი ასე ვთქვათ ასე ამბობენ ყველაზე გამაგრებული ადგილი აი მარცხნივ რო კოშკია იქაც ცხოვრობდა რო შეცვლიდნენ მე ცარილი დავხვდათ ეს არის წინ მისწერებს ხოლმე ეს ცნობები ყველაფერი აქ ქართველებისგან აქ ხევსურს და მე თილს იქ არავინ გაუყიდია არასდროს როგორც თქმულია რა იგვირგვინებს ბაგრატივანი და იქ ეგეთი გვარის კაცი რომ მოხდებოდა დამთავრებულია იქ ყველას ახსენდება რომ იმისთვის არსებობს უბრალოდ თაშია და აიღეს რა იმ ზარბაზნობით და იმით აიღეს მაგრამ ბატონიშვილი ვერ ნახეს 5 დღის წასულია ხევსურეთმა ის 5 დღე კიდე იდგენს სიკვდილამდე რომ ის გადასულიყო და წასულიყო გრიშაშვილს უწერია რომ რა ის გადავიდა იქით ლეკებში და მე ისე სპარსეთში ყველა ხანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმას პატივით ძმასავით გაატარებდა მოუვლიდა დაიფარავდა და აი გადასვლა იყო მისიო პოლიტიკური ცხოვრების დასასრულად დამთავრდა მე ისე შემოვარდნა ვეღარ შეიძლება რომ ესა აი ყოლიებინა ხალხი ხო და ეხლა რა შევა ალექსანდრე ჭავჭავაძე აი რა ქვია ვეშაპებით არმია მოძრაობს მთელი ევროპა შეთქმულია ბოლო რომ ეს კაცი ესე წავიდა გუდამოძუებული აქედან ხო განადგურებული რუსეთიდან და დაკრა ჟამარო კორსიკელი ურთხული მოისპოს და აღდგეს ბურბონების საფრანგეთში და ბარკლაი დეტოლი ხდება საზღვარგარეთის არმიის სარდალი იმის ადიუტანტია ალექსანდრე მოკლედ 12 წლის ბოლოდან 13 და 14 წლის ბოლომდე ალექსანდრე გადი გამოდის ევროპაზე რა ქვია ასრულებს პარიზში და მერე ბრუნდება 2 წელია ბევრი არ არის მაგრამ როგორ ჩანს მისთვის წარმმნიშვნელოვანი 2 წელი გამოვიდა ამ კაცისთვის ეგო განსაკუთრებით დაეხმარაო ფრანგულის და გერმანულის სრულყოფაშია ამ ორ ენას ახალ ფლობდა მე არ მგონია რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე უკან რო წამოვიდა ეს დიდი მაშინ ზანდუკებით იყო მოგზაურობას ჩემოდნებიც კი არ იყო ეს დიდი ზანდუკები იქ არ მგონია რომ მარტო ტანისამოსი და სერვიზები ეწყო იქ წამოღებული საოკუპაციო ტერიტორიიდან ფიქრობ რომ წიგნებიც იყო იქ შეიძლება ღვინის ბოთლებიც იყო იმიტომ რომ ეხა პეტერბურგში კი იყო გაზდილი და ეს იცოდნენ იმიტომ რომ იქ შამპანური იქედან მოდიოდა სადაც ეგ ტრიალებდა და იზრდებოდა იქ შამპანური იყო მდინარეთ ხო ომი იყო და ფრანგულ შამპანური მაინც მოდიოდა აკადემიაზე რა
იმიტომ რომ ადგილობრივი შუშხუნა არ არსებობდა, მაგრამ იქ ბევრი რამე მაგან ნახა ესეთი, რამაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. იქაც ეს ფრანგულს კითხულობდა გერმანულს, ეხლა მაგას აქ თარგმნიდა, ჰაფეზი აქ ნათარგმნი, საადი რაღაც. ეს ხო ბავშვობიდან ის ეხლა კახელმა თავადიშოს სპარსული და ეს იქ აბა საბუთი რომ მოდის გოეთეს რაღაცები აქ თარგმნილი. ჰიუგომდე, აი რაღაცა ესეთი უახდენი პოეტობაში რა გითხრა, მაგრამ აი ინტერესის მიხედვით ეს შეეძლო, ანუ ფართო ის ქონდა. ყველაზე ფართო, ეხლა ეგ მაგ საქმეს არ მიყვებოდა და არც იყო იმ გაქანების კაცი, რომ ამაზე თავი გადაეგო, მაგრამ რასაც აკეთებდა მთელი მოწადინებით და იმით, რა ყველაფერს შეგერეო. აი გრიშაშვილს აქ მე მინდოდა ეგეც მეთქვა. ბევრი მუხამბაზი აქვს ამას ძალიან და მუხამბაზი როგორი რამეა, ვიცი თუ ძალიან მაგარი არ არისო, არისო სისულელეო, უვარგისია. ეგეთი საწერია, იმიტომ რომ ხერდა ამისები მაგრებია. ნუ გრიგოლ ბერენის უფრო მაგარი აფარა, რომ ამას ბევრი ქონდა ეს. და სულ ამბობდნენ ეს ამდენი ხო იმნაკოცნა რა არის კაცო. ამ ხელა კაცია დადეს. ყველაზე ესე ქართველების არაფორმალური სარდალი, რომელსაც სარდალობა არ ესეთი იყო 30-იან წლებში ესეთი ეს ქონდა, დღეს რა ქვია იმიჯი. მაგას რომ თუ ვინმე ეს აბა სხვა ვინა. კახეთში ხო საერთოდ ეგრიშაშვილსაც უწერია, მე თავში ვთქვი დავითის სიკვდილზე მან თქვა. კნიაზიან თუ ახო ამდენი თავადიშვილია, აი მაგის დროს ის 30-იან 40-იან წლებს რო იტყოდნენ კნიაზიანთ იგულისხმებოდა რომ აქ წინანდალში უნდა მოხვიდეს სწორედ ამასთან. კნიაზიანთ მივდივართ, გვერდზეც კნიაზი იყო და იქაც და იქაც, მაგრამ აი ხალხის და აი როგორც თბილი ქალაქ მივდივართ, თბილისში რო არ ამბობენ. ესე იყო კნიაზიანთ, ეს არის ცნობილი მაგასთან. სახში ესეც საინტერესოა რომ რუსულად არის რა ეს კნიაზ. არ არის ქართული სიტყვით არის ბატონო და თავადი. ბატონიანთ მივდივარ არის თქვა თავადიან, არა კნიაზიანთ. კნიაზია ეგ თავადი აღარ არის. ნუ რაც არის. იქ ეხლა ეს ბარკლაი დეტოლი იყო ძალიან ისეთი კაცი. ჩაგრავდნენ მაგასა. აი პატარა ჩინებიდან ქონდა ძალიან დაწყებული. შოტლანდიელია წარმოშობით. მაგრამ ნუ დიდი ხნის შოტლანდია დატოვებული ხალხიდან. ბარკლები ტოლიდან. ეს არის სინამდვილეში ეს გვარი, მაგრამ ფრანგული გალური. მაგრამ ეს კაცი როგორც გაირკვა, მე ყველაფრის უფროსი ეგ იყო. ანუ ამ არმიის რომელიც ნაპოლეონზე წავიდა. სარდალი იყო ეგ. და ამის ადიუტანტი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, ხო? ის დარჩა ჩაიკარგა ბალტიისპირეთში ჩვენი რა ქვია პავლუჩი რომელმაც თავისთავად არ დაკარგა ცოტა დრო გავიდა და ის დაბრუნდა სარდინიაში მეფესთან იქ მეფეს ძმაკაცობდა ყველა მეფის ძმაკაცი იყო ზარმუცნაური კაცი იყო და სარდინიის ჯარების სარდალი გახდა ასე იყო სიკვდილამდე უსაქმოდ ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქ როგორც საოკუპაციო ჯარების წარმომადგენელი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი ბურბონები რომ მობრუნდნენ დაიწყეს ამეების სხვანაირად დარიგება რომ თქვენ გადაგვარჩინეთ ამბავია ოკუპირებულ პარიზში ეს გადი გამოდიოდა კარგად იქ რა ქვია რუასანები არ იყო ჯერ რაღაცა უკეთესი იყო ციგნის მაღაზია თვითონ რუსები თავიანთ ჯარს პარიზში არ უშვებდნენ. რო ეთყობა როგორც კახეთში იქცეოდნენ, ისე არ მოქცეული იყო. ჯარის შემოპარული როზგავდნენ. ვინც ჯარის კაცს შემოიპარა, არც კაზაკებს. მაგრამ ოფიცრობა იყო პარიზში. ჩვენი ძველი ნაცნობი, რა ქვია, ვარანცოვი იყო კომენდანტი. ოკუპირებული პარიზის კომენდანტი და ღირსეული ჯარის კაცებს ვალებს ოფიცრები. ეს მოყოლილი ვალებს რო იხდიდა ესენი თრებოდნენ კარჩი აგებდნენ ფრანგობე ოფიცრებთან. ნუ ეს ასეა ხა ეს ბურბონები მოbrunდნენ და ალექსანდრე წამოვიდა იქიდან თუ უწერია რომ 14 წლის ბოლოს გავთავისუფლდიო და დავბრუნდი ჩემ ქვეყანაში. ჩემი ქვეყანა არის როგორც გითხარით გამოდარ მე სულ კახეთში ვცხოვრობ. როგორც ამთაში თბილისში იყო სულა და ნახევარი დაწმინდა მაგისი იყო. რაღაცებს რო აშენებენ მაგის მიწებია გამოსთხოვა ხელმწიფესა. მაგრამ სხვათა შორის ცხოვრობდა თბილისში ნაკირავებში ვიღაცა, თუ არ ვსწრებ ვიღაც გერმანელი სახლი, ჰქონდათ ნაკირავი და დიდი სახლი, ქვემოთ. და მერე სტრატეგიულად მოაზროვნე კაცი იყო და გარეთ თუბანის შენება რო დაიწყეს, ანუ
როგორ გითხრათ, სასახლის ქუჩა და მე ჩვენ რუსთაველის პროსპექტი რაც არის და აქეთ ვერისკენ. ახეთ დახედავ, აქ ჯობია ყიდვა. მიწების. აქვე, სადაც დღეს არის კინოს სახლი და სადაც მაგის გრიბუედოვის ქუჩა, სიძის ქუჩა, დავის ქუჩა, ეს მიწები უცბად დაბლანაქვსაყრელი იყვნენ თქვენთან. და ტურები. ზემოთ არის დღესაც ტყისპირის ქუჩა მე მგონი და ესეთი ადგილები თუ დარჩენილი არ ვიცი. უგორპუსოთ, მაგრამ აი მან და იყიდა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთბაშად არ ყოფილა. მოუბრუნდიო ჩვენ ქვეყანაში და იმის მერე აქედან არსად გავსულ ვარ. ანუ ეს არის მთელი მაგისა კავშირი ევროპასთან და ინფორმაცია. თან ომის სპარა და ოკუპაციის და ომის იმაში რა ქვია. რეჟიმში 2 წელიწადი. შვილი და დახვდა და ერთიჯერ მეორე მოყვა მესამე მეოთხე შემდეგი 15 წლის მანძილზე იქაური სამსახური მოითავა და დანიშნეს აქ სამსახური უყოვნეს აქ მან მაგარი ეს რაღაცა სულ ამ იმპერატორის ხელი არის რა ქვია რაც უნდა ამ კაცის გამოდის ამას იოლად აქვს ეს იოლად დანიშნეს პოლკში, ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რუსეთის იმპერია, იქით კიდე ეს ევროპა, ესა და დანიშნეს პოლკში, რომელიც არის ამ სუპერშირო დღეს. წინანდალში დგას. ეს არის საშინელი პოლკი. აი, ვახსენე მე ადრე უკვე. ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკი. და დგას კახეთში იმის მე აი ეს აჯანყება და დგას. იმ პოლკში დანიშნეს მაგ დროს უკვე არა, მე ცოტა მერე მისცეს მე იქიდან მოbrunდა უკვე აგე პორუჩიკი წავიდა აქედან და პოლკოვნიკი მოbrunდა 2 წელიწადში. იმიტომ რომ ეს ომები და მართლა ყველა. სახლი და სამსახური. აი ამ სახლის ადგილზე როცა ამ მამულის პირველია ეს აქტიურობა და გამოჩენა ასე რომ ეს არის სწორედ იქაური ოფიცრების შინაურობა და ესეთი რაღაცა. ჯერ მასშტაბი აქ ამ კაცს არ ქონდა ესეთი ფართო. მაგრამ რასაც აპირებდა იცოდა უკვე. ქონდა უამრავი წიგნი, ქონდა უამრავი რაღაცა მეურნეობის მოწყობა და აკეთებდა თვითონ ამას. ყოველგვარი რაღაცა იმე უცხოელები მოყავდა, როცა ჭირდებოდა მარტო მაშინ. აი ისიც მე რას აკეთებდა ახლა აქ? ღვინო რა. ოღონდ ღვინო ცოტა სხვანაირად. ღვინო რომელიც გასინჯა რაღაცა წიგნები, ამბავი, ეს ყველაფერი ბოლო ნაპოლეონის დროის საფრანგეთიდან წამოზიდა რაც წამოზიდა ხო ეს რასაც კითხულობდა მე მთელი ცხოვრება და სულ იწერდა სხვათა შორის მაგით არის ცნობილი რომ ძალიან მე ეს ბიბლიოთეკა ძალიან განიავდა და დაიშალა იმიტომ მამულს რომ მე ვალები და მე ამას ხაზინაული და ეს იმპერატორის იყო მე უკვე ახლა იმპერატორი აქ ერთი ვიცი რომ ალექსანდრე მესამე იყო აქ და ეზოში დილით ჩაი და ღვინო დალია საუზმეზე მოვიდა თუ რაღაცა შენია უთხრეს უფლისწულების არისო და არც იცოდა იმ კაცს. აქ იყო ეს ადრე გაზაფხულიდან და ნოემბრის ბოლომდე იყო აქ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ იყო ნიჟეგოროდის პოლკში და ქონდა საშუალება რომ რაც ქონდა მოფიქრებული, გაკეთებული, ის ნელ-ნელა წყნარად ეკეთებდა ცალკე ჯამაგერით ამას ესხებს იღებდა უზომოს, რომელსაც სხვათა შორის ძალიან კარგად ისტუმრა. სულ ბოლოს 300,000 ითხოვა იმპერატორის ბანკისგან თუ რაღაც ისგან უკვე დიდი გეგმები ქონდა მაგას ქაღალდი და რაღაც ესეთ წარმოებები უნდა სულ სხვანაირი თავადიშვილი გამოდა აი გარსევანა ყობროჭკვიანი იყო და ამას სხვა რამეში წავიდა ის ჭკუა პოლიტიკა აღარ იყო და აღარც უნდა და კაი ის იყო უკვე რა ქვია შეერიგებულ თლიანად შესული მაგ რუსულ ისტორიაში ხო ამიტომ ეს თავისთვის მაინც გააკეთა ეს რაც გამოვიდა მე საერთოდ არის ხალხი აი საქართველოში რომ ყველას მასპინძელია რა მე მგონი დღესაც არის დარჩენილი ხალხი რომ ვიღაცა რომ ჩამო უცხოელი უნდა დაახვედრონ ის კაცს ან რომ მიიყვანონ იმ კაცთან ეს სხვადასხვა ეპოქაში არის სხვადასხვა ხალხი რა ასე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე მიღებულია საერთოდ რომ რუსებს ხვდებოდა რა თქმა უნდა ხა ის შეხვდებოდა და მიმოვიდოდა აქ რუსის უზომო ოდენობის უცხოელები არიან და უზომო ოდენობის ეს არის ჩანაწერები ამ სახლზე და ამის მიღებაზე. ანუ ეს იყო პირველი მასპინძელი ყველაფერთან ერთად. ცუდისაც და კაისაც. ანუ მასპინძლის ეს ხო ეგ არის. აი და არ გავდა ამით
ძველ ქართულ თავადიშვილს, აი არ გავდა რა, ჩვენ ადრე მომიყოლია ძველი ქართული თავადიშვილი, როგორც არის და ზის ერმანსაც აქვს და აღუწერია. არაფერი ეს ერთ დროს არის თან. აი რასაც ზის ერმანი ყვება, რომ იქ რო ადეს, ის კახელია ისიცა ჩოლოყაშვილი, ხო? იმასთან სახში რო ქეიფია და რაც იქ არის აღწერი, არაფერი იმისგან ამ სახში არ ყოფილა არასდროს, რაც ალექსანდრე მემა. ყველაფერი იყო სუპირიქით. ქართული ამან მთლიანად ესე იგი რაც ნახა, რაშიც გაიზარდა და რაც ნახა, რა შეძლებაც ჰქონდა, მეურნეობაც ეგრე ჰქონდა და სახლიც. აი ეს, მაშინ საქართველოს ესე იგი ამ აჯანყებების და იმის კვალად არის როიალების ტრიალე. ეხლა ძნელი სატარება ჯერ არავინ არ იცის ეს. რა ქვია, მაგრამ მუსიკალური ხალხი ზურნა და ნანე რა ვიცი მე, ყველაფერი გვაქვს, ხო? მშვენიერეს აღმოსავლური მეებსაც მაგრად. თვითონ ალექსანდრე იყო, ეხლა კახელი იყო და როგორ, მაგრად ჩონგურში იყო, გლეხებში დაჯდომა იცოდა როგორც ყველა ეგეთმა მეწარმემ და აბა შაირი უყვარდა და თვითონ აძლევდა ხოლმე რიტმებს, მაგრამ ეს თანხო როიალების კლავიშინების, რაზმეტრა მორჩა, პარიზი, წამოზიდე, დადეგემზე ეს ამ დროის ეპოქაა. მოდის პირველი აი ესეთი კლავიშები ამბები და რა თქმა უნდა ამის სახშიც არის და დიდი ამ სწავლას მოყვა მერე მის ოჯახში გადამწყვეტი ამბები, იმიტომ რომ მასწავლებელი ერთ მასწავლებელი გამოდგა გრიბოედოვი, ალექსანდრე რუსის დიდი მოხელე დიპლომატ, ლიბერალი, ვაიჭკუისაგან თავისებურად უნიკალური პიესაა, რო გითხრათ. ეხლა ეს არ არის მაგრამ ეხლა რუსი ყველა ჩვენზე ყველა ერთს ფიქრობს, მაგრამ ამ კაცმა ამ გოგოს სწავლაში დაიმახსოვრა ეს გოგო, გავიდა 10 წელი და შეირთო. ბავშვს სწავლობდა. ნუ ეს ცალკე ამბავია. თამარია რომ ეს მეურნეობა და ავეჯი, რომ შემოვიდა და ხუთსხვრები არ ეგონათ რომ არიან იქით, თქვათ. აი ლევან ჩოლოყაშვილთან რომელიც ეუბნება დავაი დედას პური, რაც არის მართალი და ნამდვილი და ამ კაცმა ეს ცოტა რაღაცა სნობური, უცნაური გარემო შექმნა, სრულიად მოულოდნელი. და იცხოვრა ამაში. და ეს იყო უკიდურესად პოპულარული რაღაც. ხალხი ოცნებობდა, რომ ოდესმე იქ მოხვედრიყო, იმიტომ რომ მისაღებ ხე წარმოიდგინე ღვინოს რო ყიდდა ხოლმე აქ მოდიოდნენ ბევრი სოუდაგარები, მაშინ ეგრე ვაჭრები ისინი და მიიღება არ იყო ეგრე რომ ამობძანდიდა იქ, მაგრამ ისეთი გულის კაცი იყო სადილამდე ვინც მოიტოდა მოურას რო ვიღაც მოიყვანა არ გაუშვა ეუნება. ძველებური ისინი ქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს გააკეთა სრულიად მოულოდნელი და თავის მიდრეკილება აჩვენა. რომ რა მოწონს და საით არის, ხო? სინამდვილეში ეს გააკეთა და დატოვა. ის ტყუილი კი არ არის შამილი აკაურობა, რატო დაეცა? იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ადგილი რაც იყო იმას დაეცა. და ყველაზე აი რო ამბობდი, ეგ ოჯახია და გვეყო მეტი რაღა გინდა თუ ხა. წაიყვანა ქალები, ფეხმძიმე ქალები, ბავშვები გზადაგზა იხოცებოდა ყველა. კურორტიდან ასე ვთქვა. მაგრამ ეს შემთხვევითი არა. აი ამის კეთება დაიწყო მაგან და თან რა თქმა უნდა ლექსი რა ქვია და საზი და საზანდარი და ამბავი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ დიდი მსმელი კაცი არ იყო. ღვინო მაგარი ქონდა და თვითონ დიდად არ ქეიფობდა. უფრო აქეთ. ეს არის.